როგორ ახართ? ხო ხართ კარგად, ხო ხართ ჯანმრთელად, ხო ხართ ბედნიერად? მე რა თქმა უნდა ჯანმრთელად და ბედნიერად ვარ. დღევანდელი თემა იქნება რატომ ხდებიან ადამიანები ბოროტები. წინა ვიდეოში მე დავიწყე რომ ჯერ ორად გაგიყავით როგორც იცით, ესე ვიჭორავთ მეთქი და ვიბღადავთ და ვიღალიცინოთ და მე თავარი თემა თქო და რამდენიმე კომენტარი დაიწერე რომ რა თმინდოდა შენი ღლიცნო პირდაპირ თავარ თემაზე გადასულიყავი. გოგო, ბიჭო, გადაახვიე. არიან ვიღაცეები, ვისაც ჩემი მოსმენაი ქართლისაი უყვართ. ჯანდაბა, ეხლა მინდა რომ პიანინო დამეცეს თავში. უცებ პიანინოზე გამახსენდა რა ანეკდოტი უნდა მოგიყვეთ რა. პიანი ხარო და მე პიანინო რა პიანინო სამენაზე ლაპარაკობ შენი დაჭა. არა, არ მინდა. სანამ ვიდეოზე გადავალ, მინდა შეგახსენოთ რომ ჩემი გენიალური სპონსორი არის თუ გენერალური სპონსორი არის. გენსპო, იმიტომ მომწონს რომ გენიალური სპონსორიც და გენერალური სპონსორიც არის. აი აგერ ლოგო რო არის, არ გაჩერდიო რო წაწერს. რატომ მიყვარს იცი? მე ხო ეგ როჟე ვარ, არ გაჩერდი, სულ მაგას გეუბნებით რა. არ გაჩერდი, არ დაიბნი, არ დაიგროზო. კაი, ჩემი მეორე გენიალური სპონსორი, Starbucks-ი, აგერ თუ ხედავთ Starbucks, 1.5 Starbucks-ი თამაშდება. ეს იასამნისფერი ფრაპუჩინო თამაშდება, ოღონდ ერთი ცალი კი არა, 1.5. ჩემი საყვარელი გემო, რძეში გარეული ყავის საყვარელი გემო და კომენტარებში გავათამაშო. მოდი მე გავათამაშებ Instagram-ზე. მაგის დედაც ვატირე. Instagram-ზე გავათამაშოთ, იმიტომ რომ YouTube-დან მე მიწერა მოწერამ Instagram-ზე ვათამაშებ და ოღონდ თქვენ წაიღეთ გთხოვთ დავიღალე სადარბაზოებში სირბილით. დღეს ახლა ვიდეოს რომ ვიღებ მეგობრებო. ჯერ მე რა აწონილიც არ არის. ანუ დღეს არის ხუთშაბათი. შაბათს დილას არის მე რა ჩხუბეს ვიდეო დაიდება კვირას. დიდი იმედი მაქვს. ძალიან დიდი იმედი მაქვს. თხო ღმერთო გეხვეწები. მე რა ნოკაუტით მოიგოს მეორე რაუნდში. არა, საბმიშენით მეორე რაუნდში გთხოვთ. მე ხო მომავალში ვლაპარაკობ, მაგრამ რო იცოდეთ, მე მერაბას ჩხუბს, რომელიც ჯერ არ ყოფილა ვუყურე სეტანტა სპორტზე, საკუთარი პრომოკოდი გამოვიყენე და აი ეს პატარა რაღაცას ხო ხედავთ, აი ეს გავაზუმებ, ეხლა გავაზუმებ. აი ეს არის ის პატარა თანხა, რომელიც იმ პატარა თანხის მერე რჩება როცა ჩემ პრომოკოდს გამოიყენებთ. რკენა ჩატარდა, რკენას ვლოგს, შემდეგ ვიდეოში პატარა ვლოგი გამოვიდა. დიდი ვლოგი ვერ გამოვიყვანე და ვერ დავდე 9-ბით ვლოგი, მაგრამ რაღაცა 2-3 აქტივობის მერე 9-ბით ვლოგ შემოგთავაზა, სადაც იქნება რკენის ვლოგიც. გადავიდეთ მთავარ თემაზე, რატომ ხდებიან ადამიანები ბოროტები. ბევრი ადამიანი იცახის, რომ რატომ იბადებიან ასეთი ბოროტები არ იბადებიან. ეშლი, მომისმინე, ჩვენ ვართ 80% ვართ ნაწარმი და 20% ქმნილება. ესე ჩემი სიტყვებია, მაგრამ დაახლოებით რო ახსნა, მე ვინც ვარ, ვაჟა გოგუა ვინც ვარ, 20% მე ვარ და 80% საზოგადოების და იმის სარკე ვარ, ჩემი გამოცდილების სარკე ვარ, ესე რომ ვთქვათ რა. ანუ მე რომ არ დავბადებულიყავი საქართველოში, არ ვილაპარაკებდი ქართულად, არ უგულშემატკივრებდი საქართველოს ნაკრებს, არ მეყვარებოდა ღვინო, არ ვიამაყებდი იმით, რომ ღვინო პირველი ჩვენ გავაკეთეთ და თაფლი პირველი ჩვენ გავაკეთეთ და ზეზვა და მზიათი. დედაჩემს და მამაჩემს რო არ გავეზარდე, შეიძლება უზრდელი უყოფილიყავი საერთოდ. პირველ პლატოზე სტადიონი რო არ ქონდა, შეიძლება ჯეოსტარში უყოფილიყავი ნამყოფი. დედაჩემი მსახიობი რო არ ყოფილიყო, შეიძლება კამერა საერთოდ არ მენახა. უნივერსიტეტში დასში რო არ ყოფილიყავი, შეიძლება პუბლიკასთან კომუნიკაციის კომპლექსი მქონდა მთელი ცხოვრება. ეშლი მომისმინე. კითხვა უნდა დავსვათ სწორად. რატომ ხდებიან ადამიანები ბოროტები? ბოროტები არ იბადებიან, ის ყველაზე დიდი ბოროტებაც, ვინც ჩვენ ვიცით. სახელად რომ ადოლფი ქვია და დაარტყილერი რო არის გვარად ინგლისურად გაათარგმნეთ. ან ბაროტლერი რო არის გვარად. ეგეც გაათარგმნეთ, არ ვიცი, შეიძლება მე არაფერი არ მიჭირს, მაგრამ შეიძლება YouTube-მა გადაწყვიტოს, რომ ეს ტიპის სახსენებლად აზაგავაგია და ვიდეო დამიბლოკოს, გადამიხაზოს $-ისისა და სახე გამაძროს. ამიტომ მაგ ადამიანისთვის და არტყილერისთვისაც რო გეკითხა, ის ემსახურებოდა კარგ საქმეს. იმას გმირი ეგონა დაჯე თავი. კეთილი კი არა, საერთოდ ეგონა, რომ ვინც მას ეწინააღმდეგებოდა, ყველა ბოროტი იყო. ძირითადად არსებობს 5 მიზეზი, რატომ ხდება ადამიანი ბოროტი. მე ჩამოგვითვლით 5-ვეს, გეტყვით მაგალითებს და გეტყვით შესაძლო მიზეზებს. პირველი არის ეგოს ხრელი, ego hole ესე რომ დავარქვათ რა. ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ არაფერს არ წარმოადგენს და აკეთებს საერთოდ ყველაფერს, რომ რამეს წარმოადგენდეს. ესეთ ადამიანებს ეგოში აქვთ ხრელი, რომელიც არასდროს არ ივსება რა. აი, წარმოიდგინეთ ბუშტი, რომელშიც არის ხრელი და მუდმივად საანძლერი ნაკადი თუ არ შევიდა, ის ბუშტი, ანუ გაბერ მდგომარეობაში არ არის.
როგორც კი ნაკაც მოაკლებ ან გააჩერებ, ეგრევე ჩაიფუშება. ზუსტად ეგეთი შეგრძნება აქვთ მაგ ადამიანებს. ამ ადამიანებს დიდი ალბათობით ხშირ შემთხვევაში აქვთ ბავშვობის ტრაუმა, როდესაც ბავშვობაში ფიქრობდნენ, რომ არაფასებდნენ, ვერ ხედავდნენ, არ აინტერესებდათ, არ უსმენდნენ, სიყვარული არ აგრძნობინეს და ასე შემდეგ. ეს სიცარიელეს დანაკლისი, რომელსაც გრძნობდნენ შინაგანად, და ეს შინაგანი დანაკლისი თითქოს ხრელად გადაიქცათ რა. ანუ თითქოს აი რაღაცა ურტყაი წვეთი რო ხრეტს ქვას დაახლოებით, ეგრე აქვთ ჩახრეტილი რა. მსგავსი მიზეზის გამო გაბოროტებული ადამიანი ყოველთვის გრძნობს, რომ მე არავის ვახსო ვარ, მე არავის არ ვაინტერესებ, მე არაფერი არ ვარ, მე უნდა დავამტკიცო, რომ რაღაცა ვარ და ტვინში აქვთ ღირებულების კრიზისი. საკუთარი თვითშეფასების და აღქმის კრიზისი აქვთ. და როდესაც მუდმივ კრიზისში არიან, იწყებენ აგრესიულად თავის გამოჩენას რა. კარგი მაგალითია ადამიანი, რომელიც სოციქსელში არაფერს არ წარმოადგენს და იწყებს ყველაფრის გაკეთებას, რომ რაღაცას წარმოადგან ცუდ კომენტარი, აი ტროლ ბოტი მაგალითად, ტროლი ან ჰეითერი რა, ეგ როჟე არის, ანუ ჰეითერი არის ზუსტად ეგ ტიპი, რომელიც არაფერს არ წარმოადგენს და შეამჩნიონ უნდა და აგრესიულად იწყებს შემჩნევის მოთხოვნას. ოღონდ ეგ ტიპი შენ ცუდ კომენტარს რო დაგიწერს, იმიტომ კი არ წერს ცუდ კომენტარს, რომ ეზიზღებიან რაღაც ეგეთი. უბრალოდ ფიქრობს, რომ ცუდ კომენტარს თუ დაგიწერს, უფრო დიდ ყურადღებას დაიმსახურებს შენგან რა. მე ცუდ კომენტარს მიწერს ადამიანი და მე სირზე ვიკიდებ, ჩემთან ცუდი კომენტარები თითქმის არ არის. არსებობენ ნეიტრალურად განწყობილი ადამიანები ჩემი მიმართ, დადებითად განწყობილები და რამდენიმე უარყოფითად განწყობილი ადამიანი, რომელიც არ მიცნობს უბრალოდ რა. თორე რომ მიცნობდა რანაირად შეიძლება უარყოფითად განეწყოთ ჩემს მიმართ. არა, ჩემო 2600 Facebook მეგობარო. აი კიდე სკოლაში რო ბულერები არიან რა. ბიჭები, ბავშვები, ვინც ბულერები არიან, დიდი ალბათობით, სადღაც სხვაგან ბულინგდებიან, სადღაც სხვაგან მინუსში გადიან, ანუ სახლში მამა რო ურტყავს, მაგალითად, ან დედა რო ეჭხუბება, ან რაღაც რო აჩმორებს უფროსით, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა რა. ბულინგის მსხვერპლი რო არის, იქ რასაც მინუსდება, ადამიანები ვართ, აი ნიუს პლუსებში გაჩერება ძალიან, ანუ განულს ან არ გავანულებთ, ვერ ვისვენებთ რა, ხო და სადღაც რო მინუსდება, მიდის მერე სკოლაში და იმას იქ ინულებს ან აპლიუსებს რა. იმიტომ რომ იქ არ გაზდის და ის დანაკლისი რასაც იქ გრძნობს, უნდა აინაზღავროს სადღაც და პოულობს სულს რო დაჩაგროს და იქ აინაზღანო. ხო და ვიღაცა ბავშვო ნახავთ რომ ბულერია რა, აუცილებლად მიდით მაგის სახში და ძალიან მკაცრი მშობლები ეყოლება, აი დარწმუნებული ვარ რა. ან 10-იანი რო არ ყოფნით, ან უბრალოდ რო აი ზედმეტი ხმის ამოღებაზე რო ძალიან მაგრა ეჭხუბებიან და ტისკავენ, ანუ უეჭველი მდგომარეობა იქნება. ან ეჭვიანი მეორე ნახევარი მაგალითად, აი სურო აკონტროლებს, აი სურო ნეგატივისკენ არის მიდრეკილი. რა, აი მონეტას ხო აქვს ორი მხარე რა. აი მაგალითად მეორე ნახევარი მიდის სადღაც. ერთი ვარიანტია რომ რა ვიცი, არასად ისეთ ადგილას არ მიდის და მეორე ვარიანტია რომ აი რა ვიცი, ანუ აი დადგეს ქუჩაში, აი ფეხები გაშალა. აი მაგას ჯერ რომ მაგას ფიქრობს და მერე მეორე რომ ეგ თუ უეჭველი არ არის, მერე შეიძლება ისეთ ადგილასაც წავიდეს. ეგ ხო ბოროტებაა რა, როდესაც არ გაქვს მიზეზი, წინასწარ აბრალებ ადამიანს, ეგ საიდან მოდის, რომ ის ადამიანი ისევ საკუთარ თავში ღირებულებას ვერ ხედავს, ისევ ფიქრობს, რომ დუშაში გააგორა ვაფშე რომ ვიღაცამ შეხედა და თავიდან ბოლომდე აკონტროლებს, იმიტომ რომ იცის, რომ თვითონ შესაბამის და ღირსეული არ არის და ის მეორე ნახევარი როგორც კი ვიღაცა სხვა სიპოვის, ამას ეგრევე ჩაანაცვლებს. და აი შინაგანად აი ეგრე არიან, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება არასდროს არ აღიარონ, არასდროს საკუთარ თავთანაც კი მარტო დარჩებიან ტუალეტში, უნტაზე რომ დაჭდებიან, არავინ რო არ უყურებთ, მანდაც კი არ აღიარონ, საბოლოო ჯამში ეჭვიანი ადამიანი, რომელიც უმიზედოდ ეჭვიანობს და ტვინს უღუნავს თავის მეორე ნახევარს, აქვს თვითშეფასების პრობლემა, ფიქრობს, რომ თვითონ ბანძი როჟაა, მე ხა როგორ უნდა ვაკადრო საკუთარ თავს, რომ მაგალითად ჩემი მეორე ნახევარი მე მატყუებს რა. მეორე ნახევარს კი არ ვაკადრებს, ანუ საკუთარ თავს არ ვაკადრებ პირველ რიგში მაგას რა. ხო და ის ადამიანი, ვინც მაგას ყოველ წამს და ყოველ წუთს აკეთებს, საკუთარ თავს აყენებს პირველ რიგში შეურაცხყოფას და მეორე ნახევარს და ესეც რა თქმა უნდა ბოროტებაა და ესეც რა თქმა უნდა მოდის რაღაცა ტრაუმიდან, რომელიც ადამიანი გამოაწრთო და ჩამოუყალიბა და მოუპირკეთა გონება ისე, რომ ის ადამიანი საკმარისი არ არის და ის ადამიანი არაფერს არ წარმოადგენს და თუ რაღაცა არ იყვირა, რაღაცა საშინელება არ გააკეთა,
ფიქრობს, რომ არაფერს არ წარმოადგენს რა. მეორე არის თავდაცვითი ბოროტება. თავდაცვითი ბოროტება არის ადამიანი, რომელიც წინასწარ დაცვით პოზიციაშია, ანუ დაახლოებითი მენტალიტეტით არიან, რომ ყველაზე კარგი თავდაცვა არის თავდასხმა და წინასწარ დაცვითი პოზიციიდან იწყებენ შეტევას. მარტივ მაგალითს მოვიყვან, აი ტიპი, რომელიც გოგუან ბიჭი არ აქვს მნიშვნელობა, წინასწარ გეიაზვება. იმიტომ გეიაზვება, რომ შეიძლება შენეიაზვებოდე და არ უნდა რომ იმ პონჩი იყოს, რომ თვითონ ნორმალურად გელაპარაკებ და შენ იაზვები და პირველი ყოველთვის ის, ანუ წინასწარ გეიაზვება რა. ან ადამიანი, ვინც ქვემოდან გიყურებს და მე რო ჩვეულებრივად ვიყურებ და ვიღაცა ტიპი მაბრალებს ზემოდან მიყურებ, ის ქვემოდან მიყურებს. ანუ წინასწარ დაცვით პოზიციაზეა რა. ეს ადამიანები ფიქრობენ, ოღონდ ესე გააზრებლად არა, მაგრამ შინაგანად და ქვეცნობიერულად ფიქრობენ, რომ შეტევა არის საუკეთესო თავდაცვა. და სულ დაცვით პოზიციაში რა და მაგიტო გიტევენ. მაგიტო არიან ბოროტები. მოდი დავსვათ ახლა კითხვა რა მოუვიდათ. ეს ადამიანები ცხოვრებაში ერთხელ ან ბევრჯერ ძალიან შეშინდნენ, აი ძალიან დაშინდნენ რა. გამოცდილი აქვს დამცირება, ღალატი, ფიზიკური ან ემოციური ძალადობა და ასე შემდეგ. მათი ტვინი არის გადასული აი სულ საფრთხის რეჟიმზე არიან რა. რაღაცა რო ხდება, პირველი საფრთხეს გრძნობენ რა. ანუ ამიგდალა არის ტვინში ნაწილი, რომელიც პასუხისმგებელია შიშზე რა და ჩათვალეს, რომ აი ამიგდალა რაც არის, აი ეგ მართავს მაგ ადამიანს. ანუ სულ ფიქრობს, რომ თუ არ შეუტევ, მე შემიტევენ, თუ პირველი არ დავარტყავ, მე დამარტყავენ, თუ არ ვიბრძოლებ, გამანადგურებენ, სიკეთე სისუსტეა და აი მსგავსი მენტალიტეტის ტიპები არიან რა. მარტო იმიტომ, რომ ეშინიათ უბრალოდ. სულ შიში არიან. აი მაგალითად მამა, რომელიც შვილს იმიტომ უყვირის და უჯღავის, რომ ეშინია ამ შვილმა მეორეჯერ არ გაიმერო შეცდომა ან ორჯერ დაფიქრდეს სანამ რაღაცას გააკეთებს რა. ხო იცით ახლა რომ მამა 100,000-ში ერთია, როდესაც მამას ან მშობელს შვილი არ უყვარს და უყვირის იმიტომ რომ დაჩაგროს რა და სულ ყველაზე ხშირი შემთხვევა არის, როდესაც უყვირის იმიტომ, ეჩხუბება იმიტომ, რომ უბრალოდ ეშინია რომ თავისმა შვილმა შეცდომა აღარ დაუშვას. მაგიტო უყვირის. ან ხელისუფლებაში მყოფი ადამიანი, რომელიც ტერორს იწყებს, იმიტომ რომ შიში აქვს შეცვალონ. ანუ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება არ შეცვალონ, ან არ უნდოდეს ვინმეს მაგის შეცვლა ვთქვათ. წინასწარ იმ პოზიციაზე არიან, რომ მე უეჭველი ვიღაცა შემცვლის, ეშინიათ და იწყებენ ტერორს. მესამე არის ზეწოლეთი გაბოროტება, მესამე რა, როდესაც ჯგუფი ზეწოლას ახდენს შენზე, ირიბს თუ პირდაპირ და გაკეთებინებენ ბოროტებას, ოღონდ ისე რომ შენ არასდროს არ გააკეთებდი მაგას, ეგ ჯგუფი რო არა. მაგალითად, ვიღაცა ბავშვს დასცინის მთელი კლასი და შენც იწყებ დაცინვას მარტო იმიტომ, რომ ჯგუფიდან გარიყვა და არ იგრძნო თავი და ჯგუფის ნაწილი იყო, მიუხედავად იმისა, რომ არც გეცინებოდეს, ან ის ბავშვი საერთოდ გეცოდებოდეს, შენ დგები და იცინი. სპეციალურად აკეთებ ცუდ რაღაცას, იმიტომ რომ უბრალოდ გეშინია, რომ შენც არ დაგცინონ მერე, შენ თუ არ დასცინე, ვახ, მომუტრიალდება და შენ არ დაცინი, შენ სასაცილო ხარ. მაგის შიში არის რა. აი მაგის შიში არის ერთ-ერთი გაბოროტების გზა. ტვინი იღებს აი ძალიან პრიმიტიულ გადაწყვეტილებას, რომ ყველა თუ აკეთებს, შენც თუ არ გააკეთე, გარეთ დარჩები რა, ანუ აუთსაიდერი იქნები. არ აქვს მნიშვნელობა ეთანხმებოდე, არ ეთანხმებოდე, ყველა თუ აკეთებს, შენ თუ არ გააკეთე, თითქმის შეუძლებელია შეეწინააღმდეგო, აი ძალიან რთულია რომ შეეწინააღმდეგო, რომ შენ თუ არ გააკეთე ის, რასაც მთელი ჯგუფი აკეთებს, გარეთ დარჩები და იქნები აუთსაიდერი რა. ეგ ადამიანები გრძნობენ, რომ ანუ არავითარ შემთხვევაში, ანუ შიში აქვთ გარეთ აუთსაიდერობის, არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვიყო აუთსაიდერი და მერე მაგას სანტავიკს ესე გადააწეპებენ ხოლმე მაგ შრამს, რომ ისე ყველა რო აკეთებს, მეც რო გავაკეთო რა. ეს არის კონფორმიზმის აი უმაღლესი დონე რა, ანუ კონფორმიზმი, რომელიც ბოროტებაში გადადის რა, ანუ კონფორმიზმის ინსტინქტი არის, როდესაც შენ გაიძულებს ინსტინქტურად ტვინი, რომ ჯგუფი რაც აკეთებს ის გააკეთო, რომ გარეთ არ დარჩი. ბევრჯერ ვთქვი ერთ და იგივე, მაგრამ მინდა რომ კარგად გაიგოთ ყველაფერი. ერთი მაგალითი მოგიყვანეთ, სკოლაში რომ ბავშვს დასცინიან და სხვაც დასცინის, მაგრამ კიდე ერთი კარგი მაგალითი არის ჯარისკაცი. ჯარისკაცი არის ჯარისკაცი, ანუ მე არ მაქვს მარტო სამხედროზე საუბარი, ჯარისკაცი რაც არის რა, ანუ მოწოდებით, ბრძანების შემსრულებელი. ის ადამიანები საერთოდ შეიძლება ბრძანებლები რო იყვნენ, საერთოდ სხვა გაწყობილები მიიღოთ, მაგრამ რახან იციან რომ ეს ბრძანება უნდა შეასრულონ, ბრძანება რაც არ უნდა იყოს, როგორიც არ უნდა იყოს, უეჭველი ასრულებს რა.
იმიტომ რომ ჯარისკაცია და ბოროტებას კი ჩადის, მაგრამ ის უბრალოდ იარაღია. სასწრაფლეც სხვა ტიპი კრავს თითს. ამიტომ ჯარისკაცი სანამ ბრძანებას არ მიიღებს, კაც არ მოკლავს, მაგრამ თუ ბრძანებას მიიღებს, შევარდება 200,000 კაცში და ყველას დახოცვას დაიწყებს. სანამ მეოთხე სიბოროტეზე გადავალ, ცოტა სიკეთეს ჩავაქვსო ახლა აქ, ჩემი გენსპოს აქ ბანკის სკულ-აპში, როგორც იცით არის ტრივია, სადაც ყოველ დღე შემოდის ახალ-ახალი შეკითხვები, ამ შეკითხვებზე თქვენ პასუხობთ, აგროვებთ მონეტებს, შემდგომ მონეტებს ცვლით სხვადასხვა ვაუჩერებში და საჩუქრებში რა. მაგრამ ეხა ეს შეიძლება ისაც იცოდი, მაგრამ კიდე ერთ რაღაც ინფორმაციას შეგახსენებ ჩემო სკოლის მოსწავლემ, ან ადამიანო, ვინც ვისი დაც ან ძმაც სკოლის მოსწავლეა. თუ შენ ან შენი ან და ან ძმა იცნობს ისეთ ადამიანს, რომელსაც სკულ-აპი არ აქვს, ამისი ლინკით გადმოწეროს და რო გადმოაწენებს და ის ადამიანი დარეგისტრირდება, ესეც მიიღებს ცალკე კიდე მონეტებს. ამიტომ მონეტების დაგროვების ბევრი სხვადასხვა გზა არსებობს და საჩუქრებიც, როგორც ხედავთ, ძალიან მრავალფეროვანი და მომხიბვლელია. მეოთხე და ყველაზე საშიში ეს არის ფანატიზმი. როდესაც ადამიანი ერთ იდეას ისე ჩაიჭიდება, ისე ჩაიპიტბული, რომ ყბას კეტავს, აი ეგრე ჩაიჭიდება და მიყვება ბოლომდე, არ აინტერესებს არაფერი საერთოდ მაგის გარდა. არ აქვს მნიშვნელობა ეს იდეა პოლიტიკური არის, რელიგიური არის, რავი, ლიდერი ყავს ვიღაცა და მაგას ემორჩილება, პატრიოტიზმია, მაგას მნიშვნელობა არ აქვს რა. ამ დროს ადამიანი, როდესაც ფანატიკოსი ხდება რაღაც იდეის მიმართ, კარგავს კრიტიკული აზროვნების უნარს. ანუ ვაფშე ვერაფერს სწორად ვეღარ აფასებს საერთოდ. და ამ იდეის ნებისმიერი მოწინააღმდეგე, რომელსაც ეს ტიპი ჩაჭიდებული არის, მაგ იდეის ნებისმიერი მოწინააღმდეგე არის მტერი და არის ბოროტი. აი ხა მაგალითად, ყველა ფანატიკოსი ვინც არ უნდა იყოს, რომ წარმოიდგინოთ, მაგის მოწინააღმდეგე არის ყველა ბოროტი, ეშმაკის მოციქული, საზიზღარი, მოსაკლავი, მტერი. როდის ხდება ეგ? უფრო როდის ხდება ეგზე მეტად არის უფრო ვის ემართება ეგეთი რაღაცა. ყველაზე დიდი პრობლემა საზოგადოებას უიძახი, რომ არის ადამიანი, რომელიც დებილია, მაგრამ თავი ჭკვიანი გონია. ეგენი არიან ადამიანები, ვინც არიან ფანატიკოსები. იმდენად დიდი დანაკლისი აქვთ. იდეის იმდენად დებილები არიან, ანუ დებილს ტყილა არ ხმარობ რა, მართლა არასდროს ცუდად არ ხმარობ. ანუ ყველაფრის იმდენად დიდი დანაკლისი აქვთ, გონებრივი, რომ რაღაცას მიხვდნენ, აი რაღაცა ვითომ, აი რაღაცა გაიგეს და ვშო, ეგ იმხელა სიამოვნება მიანიჭა და იმდენად იფიქრეს, რომ გაიზარდა, რომ აი მაგალითად 1 სანტიმეტრი, 1 IQ რო გაქვს და 22 რო გაგიხდება და 22 ჯერ დიდად რო გრძნობ თავს, მან უკვე გაგიჟდა ეს ტიპი, ვშო, ყველაფერი იცის, მორჩა და ხდება ფანატიკოსი იმ იდეის, რომელმაც აგრძნობინა ეს, რომ გაასხივოსნა რა. და ერხევა, ვсё, სულ ფიქრობენ რომ მე მართალი ვარ, ეს იდეოლოგია ყველაზე სწორი, ამ იდეოლოგიის მოწინააღმდეგე ყველა მტერია, ყველა ჩასარეცხე, ყველა ვაფშე მოსაშორებელია, საზოგადოების ბაქტერიები არიან, ანუ ხდება ძალიან აგრესიული და აი ზემოდან იწყებს ყურებას, ვინც მაგ იდეოლოგიის მიმდევარი არ არის, აი შეფურთხებადაც არ უღირს რა და ძალიან სასაცილო, ეგ არის ყველაზე სასაცილო, როდესაც 22 IQ გაყნოს ვიღაცამ და გაგიჟდა და ის აი ბევრია დღეს საზოგადოებაში ეგეთი. ძალიან ბევრია, აი უამრავი ყავს და ყველაზე მეტად ვაფშე რაშიც ფული ხარჯება, რომელ პროპაგანდაშიც არ აქვს მნიშვნელობა. დასავლური პროპაგანდა, რუსული პროპაგანდა, ჩინური პროპაგანდა, ყველა ეგ ხო თავის პროპაგანდებია, მაგრამ აი ეგ ყველა ერთად ხარჯავს ფულს იმაზე, რომ ყველა ადამიანი იყოს შტერი, ოღონდ თავი ჭკვიანი ეგონოთ. ეგ არის ყველაზე დიდი. ადამიანი თუ შტერია და თავი შტერი გონია, ეგ ცოდვა არ არის, იმიტომ რომ შტერი რო გონია თავი, ან არ ლაპარაკობ, ან ნათლდები. ადამიანი რომელიც შტერია და ჭკვიანი გონია თავი, ეგ გაჩერებულია და მასწავლებლობას იწყებს რა. ო, საიდანაც წავედი, მაგრამ ფანატიზმი არის ყველაზე სახიფათო ბოროტება, იმიტომ რომ ის ადამიანები არა თუ არ ფიქრობენ რომ ბოროტები არიან, არამედ ფიქრობენ რომ გმირები არიან. ტერორისტთან რომ მიხვიდე და კითხო აი ეს ბომბებს რო იკეთებენ და შერბიან და რო აფეთქებენ. თქვა და აფეთქა და გადარჩა და თავი გდია რა და იმ თავთან რომ მიხვიდე და კითხო რომ შენ ახლა ბოროტება ჩაიდინე თუ არაო, ის ტიპი გეტყვის რომ რაც აფეთქა, ის იყო ბოროტება
და ერთადერთი მუშა მეთოდი არის ის, რაც გააკეთა და ვინც ესე არ ებრძვის იმ ბოროტებას, რომელიც აფეთქა ამ ტიპმა ცოტა ხნის წინ, ის არის ზუსტად ბოროტი. იმიტომ რომ ბოროტებას თუ არ ებრძვის შენ და ბოროტებას ეგუები, შენ ბოროტი ხარ. ის ტიპი ეგრე ფიქრობს. ადამიანი, რომელმაც 40 კაცი გაიყოლა პროსტა, შევარდა სადღაც და აფეთქა. ეგ ტიპი ფიქრობს, რომ გმირია, ეგ ტიპი ფიქრობს, რომ მაგაზე სწორი არავინ არ არის. ეგ ტიპი დაჟე იმაზე მაღლა დგას, ვინც გეგმავდა, იმიტომ რომ ამან შეიძლება რა როჟა, იცი? მოხალისეა. ის კი არა რომ ამათ გაზარდეს სპეციალურად ამისთვის. შეიძლება ტიპი პროსტა მოხალისე ადგა და იფიქრა, რომ მე ამაზე უკეთეს ღირებულებას ვერ დავდებ და წავალ და ბოროტებაში ავფეთქდები. და მეხუთე გაბოროტების გზა ეს არის ძალაუფლებაზე დახამება, ძალაუფლების მონობა. ანუ როდესაც ხარ ძალაუფლების მონა, ძალაუფლება არის შეგრძნება. როდესაც ადამიანი არ გრძნობდა უპირატესობას და როგორც კი უპირატესობა იგრძნო, მორჩა. მაგის დაკარგვა აღარ შეიძლება, იმიტომ რომ ეს არის ჩეტკოდი, გაროჩი, უპირატესობა რა. როგორც GTA-ში უპირატესობა არის ულევი ტყვიები და ულევი ფული, აი დაახლოებით ეგეთი უპირატესობაა და როდესაც ადამიანს შეგიძლია კოდი ჩაწერო, ძალიან რთულია რომ უარი თქვა ამ მაგაზე. რომ კოდი არ ჩაწერო. და უპირატესობას აქვს თავისი უპირატესობები. უპირატესობა არის ფული, უპირატესობა არის ძალაუფლება, უპირატესობა არის ძალა იმის, რომ სხვისი მომავალი და ბედიღბალი გადაწყვიტო. აღიარება, ვიღაცა გაღიარებს, იმიტომ რომ ეგრე მოგინდა რომ გაღიაროს და ასე შემდეგ. ეს ადამიანები, ვინც უპირატესობას გრძნობენ და უპირატესობის ნარკოტიკზე არიან შემჯდარები, რაც უფრო ამ ძალაუფლებას უფრო გააღრმავებ, ამ ადამიანებს აქვთ ერთი თვისება, რომ ცდილობენ, რომ ღმერთები გახდნენ. ანუ ნებისმიერ ეგეთ ბოროტ ადამიანს, ვისაც ძალაუფლების გამო არის გაბოროტებული და უპირატესობის არ დასაკარგად და უპირატესობის გამოყენების დროს ძალიან ბევრ ბოროტებას ჩადის, ეგ ადამიანები, რომ ჩაუღრმავდე და გამოკითხო, გონიათ, რომ ღმერთები არიან რა. ან ფიქრობენ, რომ აქვთ იმის უფლება, რომ ღმერთები იყვნენ. ან ილტვიან იმისთვის, რომ ღმერთები გახდნენ. აი მაგალითად, უფროსი, რომელიც თავის თანამშრომელს აბუჩად იგდებს, დასცინის, ეღადავება, იმიტომ რომ იცის, რომ ის ამას ვერ შეეწინააღმდეგება. იმიტომ რომ ეს არის უფროსი და მაგ უპირატესობით კაიფობს, რომ ამას შეუძლია ეს დაამციროს, ცუდად მოექცეს და იქიდან საპასუხო არაფერი ერთობა გოდმოდზე რო გაქვს ჩართული 4, ვალორანტში 4-ია და აი ესე რო აჭერს და ყველას რო კლავს და მე ჩატში რო გეღადავებოდეს. აი დაახლოებით ეგ რაღაც არის რა. ან ტოქსიკური მეორე ნახევარი, იქ ხო იყო შიშა რა მეორე ნახევარი. ეხლა არის ტოქსიკური მეორე ნახევარი, რომელიც შიშს ნერგავს ურთიერთობაში მარტო იმიტომ, რომ იცის, რომ შიში უებარი წამალია, მეორე ნახევარს თუ ამის ეშინია, ამას მასზე კონტროლი ექნება უბრალოდ. ამას არ აინტერესებს ის არა აქვს პრობლემა, რომ აი და არ არის საკმარის და რაღაცა. უბრალოდ უნდა მაქსიმალურად აკონტროლოს ყველაფერი, სადაც არის ჩართული ნებისმიერი ურთიერთობა, ნებისმიერი კორპორაცია, არ აქვს მნიშვნელობა. საბოლოო ჯამში ბოროტება არის სისუსტე. ბოროტება არის შრამი, რომელიც ვერ შეგიხორს და ბოროტება არის შხამი და ვირუსი, რომელიც შენმა იმუნიტეტმა ვერ დაამარცხა სულიერმა, გონებრივმა, ფსიქოლოგიურმა თუ რაც არ უნდა იყოს, უბრალოდ ეს შხამი, ვირუსი შემოვიდა შენში და შენი იმუნიტეტი მას ვერ მოერია. ტკივილი, სიცარიელე, შიში, ნარკოტიკი, ფანატიზმი, არც ერთი არ არის დადებითი სიტყვა. არც ერთი. გინდა არ გინდა, ყველა ბოროტი ადამიანი არის ამ 5-დან ერთ-ერთის წინაშე დამარცხებული. ყველა რაღაც პონჩი სისუსტის გამოვლენაა. ამიტომ არის რომ აი რომ ამობენ რომ სიკეთე ყოველთვის იმარჯვებს ბოროტებაზე, იმიტომ კი არა რომ სამართალი ეგრეა, ზღაპრებში ეგრეა, ჩვენ ტვინში ეგრეა წესით. არა, უბრალოდ კეთილი ადამიანი მინიმუმ 1 და მაქსიმუმ 5 თავით უფრო ძლიერია, ვიდრე ბოროტი ადამიანი. იმიტომ რომ არც ერთთან არ დამარცხებულა იმ 5-დან. კეთილ ადამიანს შეუძლია ფიქრი, არ აშინებს ტკივილი, არ აქვს სიცარიელის კომპლექსი, არც არაფერზე არ აფანატებს და არც ერთი ნარკოტიკი ვერ ერევა. ამიტომ იცოდე რომ თუ ხარ კეთილი, ხარ უფრო ძლიერი.
როგორც არ უნდა გიფუთავდნენ, რომ სიკეთე, სისუსტეა და თუ არ შეგჭამენ და რაღაც როგორც არ უნდა გიფუთავდნენ, კეთილ და სწორ ადამიანზე ძლიერი ბროტი ვერასოდეს ვერ იქნება. მოვიყვანოთ მაგალითი. წარმოიდგინეთ გაქაჩული ტიპი, ოღონდ არაკეთილ სინდისრად გაფქაჩული ტიპი, რა, ისეთი რაღაცები აქვს გაკეთებული, რომ არ უნდა რომ ბევრმა იცოდეს რა, ანუ აი ყლეობები აქვს ნაკეთები რა. და ეგ არის თქვენი უფროსი. ის არასოდეს არ არის მშვიდად რა, იმან იცის რომ არაკეთილ სინდისრად აქვს ნაკეთები და მთელს ენერგიას და რესურსს ხარჯავს იმაზე, რომ სხვებმა არ გაიგონ. ანუ ესე რომ შემოდის და გეყეყეჩება, იმიტომ გეყეყეჩება, რომ ეშინია რომ ვინმე არ იგრძნოს მასში რომ აი რაღაც ვაკ ნაკეთები რა. იმიტომ რომ ის ტიპი მიუხედავად რომ გეუნებოდა რომ არ არის ეგრე ძმა ეგრე სიკეთით ვერაფერს ვერ მიაღწევა, ესე გეუნება, თვითონ ნაწოვი და როგორც კი ეტყვი რომ მე ვიცი რომ შენ კალე გაქვს ნაწოვიო ზუსტად აი იქ იმდენი ხნის განმავლობაშიო ეგრევე შენი მონა გახდება მონა მართალი ადამიანის ისინი ყოველთვის მინუსში არიან ბოროტები ყოველთვის მინუსში არიან კეთილის წინაშე ყოველთვის მინუსში არიან უბრალოდ ამას იქამდე ირგებენ სანამდე შეუძლიათ მაგალითად კიდევ ერთ ძალიან კარგ მაგალითს მოგიყვან ვსხედვართ მაფიაში მაფიას ვთამაშობ და ტიპი იჭყიტება კაროჩე რა და როგორც კი თენდება ყველაფერს იმას ამბობს ყველაფერს სწორად ამბობს იმაშვება მარიაჟობს გეღადავება შენ რა ბიჭო შენ აზი არ ახარ მომისმინე მე ვიცი მე აი ეგ ამან რო თქვა ის გეუნება რა და რომ მიხვიდე და რომ უთხრა აი ხო ძალიან ხოძი არის და რომ უთხრა რომ მეგობარო ეხა უყურე აი აგერ შენ იჭყიტებოდი ვიცი რომ იჭყიტები და მიიჯვი და სანამ არ გეტყვი რომ აღარ გქონდეს მიჯმული გქონდეს მოდი 4 თვე მიჯმული გქონდეს აი 4 თვე მიჯმული ექნება ეგრევე აი იმ რაღაცა თავის იმიდან ეგრევე ლეკვი გახდება. რატომ? ყველაფერი ხო კარგად იყო, ყველაფერი ხო იცოდა, რა შეიცვალა, მაგან ხო იცოდა ისედაც რომ იჭყიტებოდა. არა, უბრალოდ შენს გაიგე რომ იჭყიტება და გაიგე რომ ბოროტია, სირია, მორჩა, ეგ ვერასდროს ვერ იქნება შენზე ძლიერი. ამიტომ ჩემო კეთილო გამომწერებო. ყველა ყოფილვართ შეიძლება ბოროტები რაღაც ეტაპზე, მაგრამ დავამარცხებთ მომავალში. ყოველთვის იბრძოლეთ, აი რაც ჩამოვთვალე, არც ერთი არ მოგერიოთ და თქვენზე ძლიერი არავინ არ იქნება. მე ხო გითხარით წინა ვიდეოში, რომ თქვენ ჭკვიანები ხართ, როგორც არ უნდა გაფასებდეთ, ვინც არ უნდა გაფასებდეთ, თქვენ გაქვთ იმის შესაძლებლობა, რომ ჭკვიანები იყოთ. აი ამ ჭკვიანეს კეთილს ინდისერება და სიკეთეს შეუხამეთ და ბედნიერებიც იქნებით, კმაყოფილებიც იქნებით და ძლიერებიც იქნებით რა. არ მივცეთ რაღაცა ბანძ მართლა ბოროტებას პალაჟენია დააყენოს რა. ნახვამდის, მადლობა. მე ვეცდები ისეთი დიდი კაცი გავხდე, რომ სიკეთეში ადამიანებს ხელფასი გადაუხადო. ეს სულ მაგას ვამბობ, ადრეც ვიცხთ და ეხაც გავიმეორებ. Peace.